ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4958 არის შემცირებული. თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან 2025 წლის სექტემბერში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.91% შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ული პუნქტით მეტია. 2025 წლის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკის საშუალო მოცულობა 86,700 ლარია, მაშინ როცა წინა წელს ის მაჩვენებელი 73,000 ლარი იყო. ეს ერთი მხრივ უძრავი ქონების გაძვირებით, მეორე მხრივ კი სების მიერ პირველადი შენატანის მოცულობის შემცირებით არის განპირობებული, თუ კი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებმა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ბინის ღირებულების 90%-ის კრედიტით დაფარვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სებმა იპოთეკური სესხების რაოდენობის კლების შესაჩერებლად მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად წელს იანვარ-აგვისტოს ბანკების მიერ 4958-ით უფრო ნაკლები იპოთეკა გაიცა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რატომ მცირდება და იპოთეკური სესხების ოდენობა რატომ იკლებს და კრედიტების ტემპი და რა შესაძლო რისკებს შეიძლება აჩენდეს ეს მოცემულობა ამ და უძრავი ქონების ბაზრის სხვა აქტუალურ საკითხებს ახლა საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელთან ნინო აბსანძესთან ერთად მიმოვიხილავთ, რომელიც გვერდდება როგორც ყოველთვის საქმიანი ამბებით. ნინო, მადლობა, ძალიან დიდი. მოგესალმებით. თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და ბევრი გვაქვს ალაპარაკო, იმედი მაქვს დრო გვექნება საკმარისი ამისთვის. მინდა რომ დაკრედიტების თემით დავიწყოთ. ბოლო პერიოდია რაღაც ტრენდად იქცა და ამ ტენდენციას თვალს ვადევნებთ, რომ მცირდება იპოთეკური სესხების ოდენობა. რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი? რა რეალობის წინაშე დადგა ეს ბაზარი და შემდეგ ვისაუბროთ ასევე იმ რისკებზე, რაც თანდევი შეიძლება იყოს აი ამ მოცემულობას. ზოგადად თქვენც აღნიშნეთ, რომ ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა გაზრდილია, იმიტომ რომ ფასი გაიზარდა და მოცემულობა შეცვლილია, თუმცა ძალიან გართულდა იპოთეკური სესხის სარგებლობა, ვინაიდან იმისთვის, რომ დოლარში აიღო სესხი, ესე ვთქვათ, 750,000 ლარზე მეტის უნდა იყოს სესხის მოცულობა. შესაბამისად, ლარში გაძვირებული სესხის პროცენტი, რასაკვირველია, უკვე ისევ გაზრდილ უძრავი ქონების ღირებულებაზე კიდევ უფრო მკვეთრად აისახება და შესაბამისად იპოთეკური სესხის ასაღებად ბანკებს მიმართავენ უფრო მაღალშემოსავლიანი კლიენტები. და ეს გარდაისახა იმაში, რომ თავის მხრივ ზოგადად ბანკებმა შეცვალეს პოლიტიკა დეველოპერული კომპანიების დაფინანსების კუთხით და დღეს ძალიან ესე ვთქვათ შერჩევა ხდება ძალიან ბევრი ისეთი დეტალებზე დაკვირვები თუ ვის რომელ დეველოპერულ კომპანიას დაფინანსებს ბანკი და ძირითადად ესენი არიან უკვე მსხვილი დეველოპერული კომპანიები, ხოლო პატარა კომპანიებს შედარებით ნაკლებად აქვთ საბანკო რესურსზე წვდომა და ისინი დიდი დოზით შიდა განვადებებით ცდილობენ კლიენტების, ესე ვთქვათ, გაყიდვების გაზრდას. თუ კი პირობითად ადრე, ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში მშენებლობის ღირებულება დასრულებამდე უნდა დაგეფარა, დღეს ხვდებით ისეთ პირობას, როგორც არის მაგალითად გადაიხადე 10% მშენებლობის დაწყებისას და 20% დასრულებისას, 70% ბოლოს. ამიტომ უკვე ესე ვთქვათ, თვითონ დეველოპერული კომპანიების თავაზობენ ძალიან მოქნილ გადახდის პირობებს კლიენტებს, შესაბამისად უკვე ამ კლიენტებს ურჩევნიათ, რომ შიდა განვადებით ისარგებლონ და ნაკლებად მიმართავენ უკვე ბანკებს იპოთეკური სესხით ბინის შეძენის პროცესში. მაგრამ შიდა განვადება თავის მხრივ რა რისკებს შეიძლება აჩენდეს თან, როდესაც ამან მიიღოს ზრდადი ხასიათი. ერთი მხრივ გულისხმობ რისკს მომხმარებლისთვის და მეორე მხრივ თავად დეველოპერისთვის.
ჩვენ ჩემი კომპანია საქართველოს უძრაობის ქონების სააგენტო ჩვენ ზოგადად დეველოპერებს ვეხმარებით έτσι ვთქვათ მომგებიანი წარმატებული დეველოპერული პროექტების შექმნაში და ამ პროცესების გაყიდვებს და მარკეტინგს აქტიურად მართავთ. ამიტომ, როდესაც კლიენტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას იმის თუ სად შეიძინოს უძრავი ქონება, რასაკვირველია, ძალიან ბევრ დეტალს უნდა მიაქციოს დღეს ყურადღება. ერთის მხრივ, ბანკებით დაფინანსებული პროექტები არის მეტი გარანტია იმ თვალსაზრისით, რომ პროექტის დასრულების რისკები და ფინანსური რისკები ნაკლებია და თვითონ დეველოპერულ კომპანიებსაც უკვე მეტი აქცენტის გაკეთება ჭირდებათ იმაზე, რომ ლიკვიდური პროდუქტი შექმნან, რომელიც ნამდვილად მოთხოვნადი იქნება. ხან ხშირად ხდებოდით ადრე ჩვენ, რომ ჩვენთან მაგალითად მოგმართავდნენ კომპანიები, რომლებსაც უკვე მშენებლობის ნებართვა აღებული ჰქონდათ პროექტი შეთანხმებული და ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავდით ამ პროექტის გაყიდვების თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც ბანკით დაფინანსებული პროექტია, უფრო მარტივად მიდიხარ ამ პროცესში. დღეს გარანტიაც არის, ხო, რომ შენ ენდო იმ კომპანიას, იმიტომ რომ მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია უმაგრებს სულს. დღეს უკვე ჩვენ უკვე ესე ვთქვათ ტენდენციას ვხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან მოდიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც უბრალოდ მიწა აქვთ და პროექტირების პროცესშივე უნდათ, რომ ჩართონ გამოცდილი ექსპერტები იმასთან დაკავშირებით, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად გაიყიდება და მოთხოვნადი იქნება. ხშირად ამას უგულვებელყოფდნენ ადრე და დღეს ამაზე აქცენტი ძალიან მნიშვნელოვნად კეთდება. ხო, თქვენს პორტფოლიოზეც ვისაუბროთ აუცილებლად საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო, აი რა როგორ მუშაობს აი მიმართულებით რამდენად დივერსიფიცირებულია დღეს თქვენი პორტფელი და მოთხოვნა როგორ შეიცვალა აი თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში რაზე კეთდება აქცენტი დღეს ჩვენ პორტფელში გვაქვს დაახლოებით 250 მილიონამდე ღირებულების დეველოპერული პროექტები ძირითადად მაინც საშუალო და მაღალ სეგმენტში მუშაობს ჩვენი კომპანია და ჩვენი აქცენტები არის ისეთ პროექტებზე რომელიც გარკვეულ განსხვავებულ შეთავაზებას უკეთებენ კლიენტებს. მაგალითად ჩვენ პორტფელშია ლისი ტოპოგრაფი, ესეთი პირველი საკმაოდ მსხვილი უბნური დასახლება ქალაქის ცენტრში. გვაქვს 5-მდე პროექტი მხოლოდ საბურთალოზე. დღეს ტენდენციები შეცვლილია ბაზარზე იმ თვალსაზრისით, რომ კლიენტებს უკვე მეტი ცოდნა აქვთ თუნდაც ვიდრე 10 წლის წინ და ბევრ ისეთ ნიუანს აქცევენ ყურადღებას უძრავი ქონების შეძენისას, რასაც ადრე არ უყურებდნენ. დღეს მარტო საკუთარი ბინა აღარ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია როგორი ეზო გაქვს, როგორი სადარბაზო გაქვს, რამდენად უზრუნველყოფს კომპანია შემდგომში შენობის მოვლაპატრონობის სერვისს, რადგან გრძელვადიან კომფორტს უყურებს უკვე მომხმარებელი. შესაბამისად, დეველოპერული კომპანიებიც ერთი სურვილი აქვს, ზოგი იზოლებულია, რომ უფრო მეტი შესთავაზოს კლიენტს იმისთვის, რომ ამ კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობა გქონდეს და თქვათ კლიენტის ინტერესი მათკენ გადაიხაროს. მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ ეს დაკრედიტება გართულებულია თავად პროცესი, ბანკები სულ უფრო მეტად ასე ვთქვათ იკვლევენ და უფრო დიდი ასე ვთქვათ სიფრთხილით ეკიდებიან და რისკით თითოეული იპოთეკის გაცემას. აი ამან რა გავლენა მოახდინა მომხმარებელზე? რამდენად რაღაცა აი მაღალი სეგმენტი კი დარჩა, მაგრამ საშუალო და დაბალი რამდენად არის ისევ მოწოდების სიმაღლეზე? საშუალო და დაბალ სეგმენტში პირიქით გაზრდილია კიდევაც მოთხოვნა, იმიტომ რომ ფერხებს თუნდაც ეს დაკრედიტება ნაკლებად, იმიტომ შედარებით დაბალი ticket price, ანუ ღირებულება ჯამური უძრავი ქონების და ის სეგმენტი ნაკლებად არის რაღაც ისეთ დეტალებზე ორიენტირებული, რაზეც პრემიალური სეგმენტი. შესაბამისად, თან როდესაც პირობითად გაიზარდა თქვათ საბურთალოზე 3 წლის წინ $750 რო იყო პირობითად ღირებულება უძრავი ქონების, დღეს 1500-1600, ამიტომ მოთხოვნად ესე ვთქვათ ეკონომ კლასზე ძალიან გაზრდილი არის დღეს მაგალითად დიდი დიღომი ლიდერობს, სამგორი ლიდერობს გაყიდვებში. შესაბამისად, იქ შედარებით დაბალი ღირებულების უძრავი ქონება არის და მოთხოვნაც მაღალია და ძალიან აქტიურად იყიდება უძრავი ქონება. რა ტიპის უძრავ ქონებაზეა დღეს მოთხოვნა და რა მიზნობრიობით ყიდულობენ მათ შორის თქვენი კლიენტები, რომელიც მრავალფეროვანია პორტფელი, აი ამ თვალსაზრისით მათი მომხმარებლები ვინ არიან ძირითადად?
საუბრობდით ეთერამდეც და ფაქტურად ყველა ადამიანი გარკვეულწილად ინვესტორი გამოდის. დღეს საქართველოში თუ გაქვს ვთქვათ ჭარბი ისე ჟღერს, მაგრამ ექსტრა დამატებითი შემოსავალი, რომელიც რაღაცაში გინდა ინვესტიცია გააკეთო, ყველაზე უსაფრთხო საშუალება მაინც უძრავი ქონება არის, აქედან გამომდინარე ინვესტიციის თვალსაზრისით ყველაზე თქვა დეპოზიტზე ფულის დადების კარგი ალტერნატივა არის უძრავი ქონება, რომელიც მუდმივად მზარდი ფასით ხასიათდება და შესაბამისად აქეთ ძალიან ინტენსიურად მოდის კაპიტალი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, გააჩნია პროექტებში ცალსახად მაინც ყველა ინვესტორი ვართ, ესე ვთქვათ, ვინც უძრავ ქონებას ყიდულობს, არის რასაკვირველია საცხოვრებელი მიზნით შეძენის დიდი წილი, თუმცა საინვესტიციო თვალსაზრისით უძრავი ქონების შეძენას ასევე ძალიან დიდი წილი უჭირავს დღევანდელ გაყიდვებში. თუ სტატისტიკას შევხედავთ, ესე ვთქვათ, ფართობების მიხედვით, ალბათ 75 კვადრატულზე ქვევით უძრავ ქონება არის ძირითადი წილი, ესე ვთქვათ, გაყიდვების ნაწილში საცხოვრებელ უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც აღვნიშნე იგივე დიდი დიღომის საბურთალო ძალიან ლიდერობს. ეს ორი უბანი ისევ რჩება? რჩება, ახლა ძალიან აქტუალური გახდა კრწანისი და ორთაჭალის მიდამოები 100%-იანი ზრდა ჰქონდა დაახლოებით ჩარშანდელ წელთან შედარებით. ასეთ ინტერესი გაჩნდა ამ მიმართულებით და ბევრი ძალიან სერიოზული დეველოპერი გამოჩნდა ამ სეგმენტში, ამ ტერიტორიაზე. ჩვენ სხვათა შორის მალე ლონჩინგს გავუკეთებთ ახალ დეველოპერულ კომპანიას, სწორედ ამ უბანში. ვიცნობთ ჩვენ? ეს არის ჩვენი პარტნიორი კომპანიის Keystone Investment-ის დეველოპერული ახალი მიმართულება, რომელსაც მალე წარვადგენთ. კი ბატონო, ნინო, ვისაუბროთ ასევე ზოგადად დინამიკაზე, ფასებზე. 2025 წელი ამ მხრივ როგორ შეიძლება რომ შეჯამდეს ტურბულენტობის თვალსაზრისითაც და ფასების ნაწილშიც რას უნდა ველოდოთ კიდევ წლის ბოლომდე, ჯერ კიდევ არის. რაოდენობრივი ზრდა იყო უკვე შარშანდელ წელთან შედარებით, შარშანდელ სექტემბერთან შედარებით 13%-ით გაზრდილი იყო რაოდენობრივი და ტრანზაქციების რაოდენობა, ფასიც დაახლოებით 4%-მდე არის გაზრდილი, რასაც ბევრი პარამეტრი უწყობს ხელს იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების თვითღირებულება მუდმივად იზრდება. რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს თვითონ სამშენებლო კომპონენტების ღირებულების ზრდას და სამშენებლო ინდექსს თუ შევხედავთ, იქ საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსში 10%-იანი ზრდა იყო, ანუ მნიშვნელოვნად იზრდება სამშენებლო ხარჯი და მიწის ნაკვეთების რაოდენობა მცირდება, მათი ფასი იზრდება და მოკლედ ყველა ეს კომპონენტი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამავე დროს მოთხოვნა ნამდვილად არის უძრავ ქონებაზე და ეს რაღაც გარკვეული ტურბულენტური ეტაპი მაინც გაიარა ამ ბაზარმა და უკვე რაც იყო თუნდაც გასული წლის ბოლო კვარტალიდან ძალიან ისეთ მაინც დინამიურად წავიდა პროცესები და ზრდას ისევ ფასები რამდენად გაიზარდა ერთწლიან პერიოდში და 5%-ით საშუალოდ მე მგონი ვფიქრობ, რომ დაახლოებით 5%-იანი ზრდა მომავალ წელსაც ექნება. ეს რო გავასაშუალოთ, თუმცა არის ადამიანებს ყოველთვის საინტერესო საერთოდ გავაკეთო ინვესტიცია. ინვესტიციის გაკეთება ყოველთვის უფრო სარფიანია ახალ ეტაპზე, როცა არის პროექტი, საინვესტიციო ყიდველები ყოველთვის მაგ დროს ჩდებიან უფრო ხშირად, თუმცა კარგი უძრავი ქონება ყოველთვის არის, ყოველთვის ფასობს და კარგი, ესე ვთქვათ, გარიგების ნახვა ყოველთვის შესაძლებელია ბაზარზე. საინვესტიციო მიმართულებით, რომელი უბნები არის ყველაზე მოთხოვნილი და თქვენ თვითონ, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებთ ამ სექტორში, დღეს არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, სად ურჩევთ პოტენციურ ინვესტორებს ბინის ყიდვას, სად არის უფრო დიდი პოტენციალი, რომ კარგად ხელსაყრელფასად და ზრდადი მოთხოვნით შევძლოთ გაქირავება? მაგალითად, თუნდაც იგივე ორთაჭალაში, რომელიც ფაქტიურად ძველი თბილისის
ახალი გაგრძელება გამოდის და საკამაოდ საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდა ამ ტერიტორიაზე. როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელებისთვისაც. უცხოელების და ადგილობრივებისთვის. თუმცა უფრო კარგი არის, როცა უყურებ ისეთ უძრავქონებას, რომელიც ორივე მიზნისთვის კარგად იმუშავებს. ქირის ფასზეც მინდა რომ გკითხოთ. ამ მხრივ საპირისპირო რეალობა იკვეთება დაახლოებით რა მაჩვენებლით და რა მიზეზები განაპირობებს? დაახლოებით 10% შემცირდა ამ წელს იჯარის ღირებულება, ვინაიდან საკმაოდ ჭარბი იყო გაქირავების მიზნით შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობა ბაზარზე და ამ მხრივ აი ზუსტად იმ გასული წლის გარკვეული პოლიტიკურმა ეფექტებმა, რაც მოახდინა, რომ შემოდინება იყო და გაზრდა იყო იჯარაზე, წელს ეს დასტაბილურდა და შესაბამისად მიწოდება მოთხოვნა არეგულირებს ფასს და ეს მოცემულობა გვაქვს დღეს. თუმცა იჯარები ისევ რჩება ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს ჩვენი მოქალაქეებისთვის. კი ბატონო. ნინო, ერთი თემა მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად, უპირველესად ის გამოწვევები, რაც დღეს იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე. რა არის მთავარი, რაც დგას დღის წესრიგში და რაც მათ შორის თქვენი კომპანიების, თქვენ ასე ვთქვათ, მართვაში არსებული კომპანიებისგანაც იცით და თავად თქვენც ასე ვთქვათ, პულსზე ხელი გიჭირავთ და იცით რა. კი ბატონო, ჩვენს პორტფელში ძირითადად ძლიერი დეველოპერები არიან, რომლებსაც დაფინანსება ბანკებიდან ხშირ შემთხვევაში აქვთ, ან საკმაოდ ლიკვიდური პროექტები გვაქვს. ზოგადი გამოწვევა არის ალბათ სამშენებლო ნაწილში ადამიანური რესურსი ხშირად დგება დღის წესრიგში, რომ სამშენებლო ძალის მობილიზაციის პრობლემა აქვთ ხოლმე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. უცხოეთთანაც იყო კადრების შემოყვანა. ჩვენ გვაქვს ახლა ეგეთი кейსები, სადაც ისევ უცხოურ კომპანიას აკრედიტებენ და აკონტრაქტებენ გადავედით კრედიტებში. ეს საბანკო დაფინანსების თემა გამოწვევა არის და შესაბამისად ეს განაპირობებს იმას, რომ ბაზარი მსხვილდება, ფინანსებს ბანკები უფრო მსხვილ დეველოპერებს, რომლებსაც ალტერნატიული შემოსავლის წყაროები აქვთ, უკვე კარგი გამოცდილება აქვთ ბაზარზე. შესაბამისად, აი დაფინანსების თემა უკვე განაპირობებს იმას, რომ ყველა ესე მარტივად ვეღარ შედის ამ ბიზნესში. საწყისი კაპიტალის საჭიროებაა და ასე შემდეგ. რაც თავის მხრივ გარკვეულ რისკებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აბალანსებს და ბაზარზე იქნებიან უფრო სტაბილური მოთამაშეები. ძირითადი გამოწვევები მაინც ეს არის. და აქვე აუცილებლად არ შემიძლია ამ კითხვის გარეშე გაგიშვათ Eagle Hills-ი, რომელიც 6 მილიარდ 600 მილიონ დოლარის პროექტებს განახორციელებს, სახელმწიფო შევიდა ინვესტორად 33%-იანი წილით. აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტის დეტალები არ საჯაროვდება, ბევრი კითხვის რესურს ტოვებს ხო ეს მოცემულობა და თავის მხრივ ინტერპრეტაციებისაც, არის ზოგი უყურებს როგორც რისკად, ზოგი უყურებს რისკად მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ სახელმწიფო შედის როგორც მოთამაშე უძრავი ქონების ბაზარზე და ზოგი თავის მხრივ შესაძლებლობებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ძალიან კომპეტენტურად ავრთული თავს რომ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ინფორმაცია არ ვფლობ სრულფასოვნად იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთო, თუმცა როდის სამხელა მასშტაბის პროექტი იწყება ქვეყანაში, თუ ის სწორად განხორციელდება, რასაკვირველია, გარკვეული ინვესტიციებს შემოიტანს და კარგი არის, თუმცა ეს არის უფრო გლობალურად პოლიტიკური ნარატივი, რომ საით მივდივართ ჩვენ როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელ ბაზრებზე ვაკეთებთ აქცენტს და რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა გვინდა ჩვენ რომ შეიძინონ და იცხოვრონ საქართველოში. ანუ აქ ხედავთ რისკებს უფრო რისკებს ორიენტაციის კურსის ეს იქნება იმ ესე ვთქვათ კომპანიის შობელი ქვეყნის მოქალაქეებზე აქტიურად დაფოკუსირებული ესე ვთქვათ გაყიდვების ნაწილი და აზიური ბაზრები და როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა განვითარებას ზოგადად საინვესტიციო კუთხით და ტურისტული მომხიბვლელობის კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რასაკვირველია კითხვის ნიშანი არის
კი ბატონო. და ნინო ერთი წუთიც აღარ დაგვრჩა და მინდა რომ აუცილებლად გეგმები საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს საითგენ აქვს განვითარების გეზი აღებულნი და რა პროექტებს უნდა ველოდოთ თქვენგან მომავალში? ჩვენ თან აქტიური 2024 გქონდა, 25 გქონდა უკვე, გავედით წლის ბოლო აფაქტიურად. შევიძინეთ ახალი ოფისი, გადავედით, გავაძლიერეთ გუნდი. როგორც გითხარით, ახლა Keystone Investment-თან ერთად ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ძველი თბილისის ახალი მიზიდულობის წერტილი გახდება და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ სწორედ ეს შევძლოთ 2025 წელს. ჩვენი ამოცანა არ არის ბევრი პროექტის მართვა, ჩვენი ამოცანა კარგი პროექტების და წარმატებული შედეგების ქონა და ალბათ რამდენიმე ახალ პროექტს, ერთ-ორ პროექტს დავიმატებთ და რაზეც მოლაპარაკების პროცესში ვართ ამჟამად. პრინციპში ასეთი პროექტებითაც დაგვამახსოვრა თავი უძრავი ქონების სააგენტომ და წარმატება ნინო უკვე ბევრი წელია ამტკიცებთ რომ მართლა გახართ იმ ხარისხის სადარაჯოზე რასაც მიყვებით და რაც პრინციპში რიცხვებიც მე იკითხება თქვენს თუ თქვენს პარტნიორ კომპანიების მაგალითზე მადლობა წარმატება ნინო აბზანძე საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად